მეუღლე გარდამეცვალა 4 წელია უკვე. შაუტანის 60 ვატარებდა, ეს ცოდვათ ითვლება? ძალიან მაინტერესებს. თუ ეს მე როგორც ვიცი, ეს არის როგორც ტრაურის გამოხატვა, როცა ახლო ადამიანი გვდება და ისლამში არის ტრაური მაქსიმუმი 3 დღე. 3 დღე. და ადამიანს როცა ეკარგება ახლო ადამიანი, როცა მის ახლო ადამიანი გვდება, უნდა მიხვდეს რომ ღმერთი წაიყვანა ეს ადამიანი, ეს მოხდა ღმერთის ნებით. ანუ ღმერთთან დაწერა, როცა მოხდება ნებისმიერ ადამიანი. და მორწმუნე ადამიანი უნდა იფიქროს მაგაზე, რომ თუ ადამიანი ვის გინდა იყოს მისი ახლობელის და ასე შემდეგ გარდაიცვალა, ეს იყო ღმერთის ნები, ღმერთმა წაიყვანა ეს ადამიანი. ასევე ჩვენთან არის სუნნა შემოსული, რომ ადამიანი გვდება, ჩვენ ვიძახით ინა ლილაჰი ვა ინა ილაიჰი რაჯიუნ, რაც ნიშნავს ჭეშმარიტად ჩვენ ვეკუთვნით ალლას და ჭეშმარიტად მასთან დაუბრუნდებით, ანუ ასასრულ დღისთვის და ასე შემდეგ. მაგიტომ მორწმუნე კაცი უნდა იფიქროს მაგაზე. შომავალ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამმა გარდაიცვალა შვილი იბრაჰიმი, ასევე გარდაიცვალა ბიძა ჰამზა და ასევე გარდაიცვალა სხვა ნათესავები, როგორც აბუ ტალიბ და მისი ბიძა და ასე შემდეგ, მაგრამ ტრაუში არ იყო 3 დღეზე მეტი. შეიძლება ტირილის კიდეს, მაგრამ ზედმეტად არ შეიძლება როგორც ზოგიერთი ხალხი აკეთებს, ანუ თავის ტანსაცმელს ხეავს, თმებს ხეავს, ასე შემდეგ და პანიკაში ვარდება და ტრაუში გადადის ზედმეტად, ანუ ტრაური შეიძლება, ჩვენ ისლამში შეიძლება ტრაური, მაგრამ ზედმეტად არ შეიძლება. და ჩვენთან ისლამში ითვლება რომ, ანუ ქალი რომელიც ისმობს შავებს, იმის გამო რომ ვიღას ახლობელი მოკვდა, ეს არის ზედმეტი ტრაური, რაც არის ცოდვა. რაც არის ცოდვა არ შეიძლება. ალლაჰმა შეეწყალოს თქვენი მეუღლე და ხეირი მისცეს. ჯანნათი, ამინ.